როდესაც ბერლინსა და ელექტრონულ მუსიკას ვახსენებთ, ბევრს პირველ რიგში ტექნო ახსენდება. ღამის კლუბები, დიჯეები და მუსიკა, რომელიც დილამდე არ ჩერდება. მაგრამ ამ ისტორიის ფესვები ბევრად უფრო ღრმაა. 1930 წელი, ბერლინი. ბერლინის მუსიკის უმაღლეს სკოლაში ინჟინერი ფრიდრიხ ტრაუტვაინი ახალ ელექტრონულ მუსიკალურ ინსტრუმენტზე მუშაობდა. მას ტრაუტონიუმი ეწოდა. 1930 წლის 20 ივნის ინსტრუმენტი ღონისძიებაზე ახალი მუსიკა ბერლინი პირველად წარუდგინეს საზოგადოებას. ტრაუტონიუმთან იჯდა ახალგაზრდა მუსიკოსი ოსკარ ზალა, რომელმაც ამ ინსტრუმენტს შემდეგ მთელი ცხოვრება მიუძღვნა. იმ დროისთვის ეს თითქმის წარმოუდგენელი იყო. მუსიკა, რომელიც სიმების, ჩაქუჩებისა და ხის კორპუსის ნაცვლად ელექტრონული წრედებით იქმნებოდა. ახალი ხმა, ახალი ეპოქა. შემდეგ გერმანიაში ნაცისტები მოვიდნენ, დაიწყო ომი. ბერლინი დაინგრა და მოგვიანებით ქალაქი ორ ნაწილად გაიყო. თუმცა ოსკარ ზალამ ელექტრონულ ხმებზე მუშაობა არ შეწყვიტა. ომის შემდეგ მან ტრაუტონიუმი კიდევ უფრო განავითარა და 50-იან წლებში შექმნა ინსტრუმენტი, რომელსაც სრულიად ახალი და მანამდე უცნობი ხმების წარმოქმნა შეეძლო. ოსკარ ზალას სახელი ბევრმა შეიძლება არ იცოდეს, მაგრამ მილიონობით ადამიანს მისი ნამუშევარი სმენია. 1962 წელს მას ალფრედ ჰიჩკოკის ახალი ფილმისთვის ფრინველების ხმების შექმნა დაავალეს. ფილმს ერქვა ჩიტები. ჰიჩკოკს ისეთი ხმები სჭირდებოდა, რომლებიც მაყურებელში შიშს გამოიწვევდა. ოსკარ ზალამ თავის ბერლინის სტუდიაში მიქსტურ ტრაუტონიუმის დახმარებით შექმნა ფრინველთა კივილი, ფრთების ცემა და სხვა ელექტრონული ხმოვანი ეფექტები. მაგრამ ბერლინის ელექტრონული მუსიკის ისტორია აქ არ დასრულებულა. 1989 წელს ბერლინის კედელი დაეცა. ქალაქში დარჩა მიტოვებული ქარხნები, საწყობები, ელექტროსადგურები, სარდაფები და ბუნკერები. ახალგაზრდებმა ეს ცარიელი სივრცეები მუსიკითა და ხელოვნებით აავსეს. აღმოსავლეთ და დასავლეთ ბერლინის ახალგაზრდები პირველად შეხვდნენ ერთმანეთს ერთ ქალაქში, ერთ საცეკვაო მოედანზე და ერთი რიტმის ქვეშ. ამ დროს ბერლინში ტექნო მხოლოდ გასართობი მუსიკა აღარ იყო. ის თავისუფლებისა და სიახლის დასაწყისის ხმად იქცა. ტექნო ბერლინში არ დაბადებულა. მის განვითარებაში გადამწყვეტი როლი ამერიკულმა, განსაკუთრებით კი დეტროიტის მუსიკალურმა სცენამ შეასრულა. მაგრამ ბერლინმა ამ მუსიკას ახალი სივრცე და სრულიად ახალი მნიშვნელობა მისცა. ბერლინის ტექნოკულტურის ისტორია სწორედ ელექტრონული ხმის ექსპერიმენტებს, დეტროიტის ტექნოს, ჩიკაგოს ჰაუსსა და სხვა მუსიკალურ გავლენებს აერთიანებს. დღეს ბერლინი ელექტრონული მუსიკის ერთ-ერთ მსოფლიო ცენტრად მიიჩნევა. 2024 წელს კი ბერლინის ტექნოკულტურა გერმანიის არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ეროვნულ ნუსხაშიც შეიტანეს. მაგრამ ეს ისტორია მხოლოდ ღამის კლუბებით არ იწყება. ის თითქმის ერთი საუკუნის წინ დაიწყო, როდესაც ბერლინში ადამიანებმა პირველად სცადეს ელექტრონული სიგნალი მუსიკად ექციათ. ყოველ ეპოქას თავისი ხმა აქვს. მე-20 საუკუნეში ბერლინმა მსოფლიოს ერთ-ერთი ასეთი ხმა აჩუქა.